ფუტკრის დაავადების ტროპილელაპსოზის მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციებისა და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს. ამ დაავადების გავრცელების პარალელურად ქვეყანაში ინტენსიური ღონისძიებები გატარდება. მეფუტკრეების ინფორმაციით მთავარ გამოწვევად მისი დროული აღმოჩენა რჩება. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა ის, რომ ამ ჯგუფის ფარგლებში შეიქმნება ქვესამუშაო ჯგუფები სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, რომლებიც გააკონტროლებენ არა მარტო ტროპილელაპსოზის გავრცელების შემცირების და მინიმიზაციის საკითხებს, არამედ ყველა სხვა იმ დარგობრივ პრობლემატიკას, რაც არის გავრცელებული მეფუტკრეობაში. ის რაც ახლა ჩვენ ამ ერთმა წელმა გვაჩვენა დასავლეთ საქართველოში, დავასკვენთ, რომ ეგ დაავადება მართულია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ეცდებიან მის აღმოჩენას. თუ ადამიანები ერთს მაინც დაინახავენ, ჩამეთვალოთ ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენსაც ხელს არსებული ზოოტექნიკური და ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებებით შეგვიძლია მართოთ თავისუფლად. ეს იმას ნიშნავს, რომ მეფუტკრეები მომზადებული უნდა შეხვდნენ, რომ არ დაეღუპოთ საფუტკრეები. დიახ, ამისათვის გვაქვს უკვე პრეპარატები, ვიცით რა პრეპარატებით უნდა ვუმკურნალოთ, ამისათვის გვაქვს ზოოტექნიკური მეთოდები, ვიცით რომელი ზოოტექნიკური მეთოდებით უნდა ვუმკურნალოთ და ამისათვის გვაქვს კიდევ პროფილაქტიკა გამაფრთხილებელი ღონისძიებები მეფუტკრეთა გაერთიანებების ბაზაზე გვაქვს შექმნილი ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ მათთან გაერთიანებულ მეფუტკრეებთან.